მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსის სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს გადაცემაში ნახავთ. როგორია ართროზის პირველადი სიმპტომები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? შეიძლება თუ არა დაავადების სრული განკურნება და მისი თავიდან აცილება? ართროზი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და გავრცელებული პრობლემა გახდა. დაავადება ხშირად ვლინდება შუა და ხანდაზმულ ასაკში, თუმცა ბოლო წლებში ის უფრო ახალგაზრდებში გვხვდება. ართროზი წარმოადგენს სახსრის დეგენერაციულ პროცესს, რომლის დროსაც ზიანდება ხრტილი, მცირდება მოძრაობის ამპლიტუდა და ჩნდება ტკივილი. დაავადების განვითარების მიზეზები მრავალფეროვანია. ასაკობრივი ცვლილებები, ჭარბიწონა, ტრავმები, გადატვირთვა ან მემკვიდრეობითი ფაქტორები. თუ დროულად არ მოხდება დიაგნოსტიკა, დამკურნალობა ართროზი შეიძლება სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს და სახსრის სრულ ფუნქციურ დაკარგვამდე მიგვიყვანოს. ამ თემაზე იმპულსის კითხვებს ორთოპედ ტრავმატოლოგი მამუკა შარაშიძე პასუხობს. მოგესალმებით მამუკა, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. და დარწმუნებულად ძალიან ბევრი პაციენტი ამ პრობლემით მოდის თქვენთან და ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულია მიზეზი, რის გამოც არის საჭირო რთული ჩარევები და ასე შემდეგ. ამაზე მოგვიანებით, მანამდე ზოგადად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის ართროზი, რამდენად სერიოზული პრობლემა გვაქვს თუ არა სტატისტიკა დღევანდელ რეალობაში, როგორია მსოფლიოში გავრცელებით და ჩვენს ქვეყანაში. საკმაოდ რთული დაავადება ართროზი, როგორც ვთქვით, ის არის დეგენერაციული დისტროფიული დაავადება, რომლის დროსაც ხდება ხრტილის დაზიანება, სასახსრე ხრტილის დაზიანება, სახსრის ირგვლივ რბილი ქსოვილების, სასახსრე ჩანთის, ცხიმოვანი ქსოვილის, იოგების გადაგვარება, ანთებითი პროცესები, რაც იწვევს საბოლოოდ სასახსრე ამ ყველა შემადგენელი ნაწილის ანთებით პროცესებს, იწვევს ტკივილს და საბოლოო ჯამში იწვევს ერთი სახსარი შეიძლება დაზიანდეს თუ შემთხვევაში შეიძლება მრავლობითი იყოს და რამდენიმე სახსარზე იყოს საუბარი. სისტემური დაავადებების დროს შესაძლებელია ეს იყოს მრავალი სახსარი ჩართული, მაგალითად რევმატოიდული პოლიართრიტის დროს, ფსორიაზული ართრიტის დროს, სისტემური წითელი მგლურას დროს შესაძლებელია იყოს ჩართული მრავალი სახსარი და ხშირად არის პაციენტები, რომლებიც აღნიშნავენ მრავალ სახსარში ტკივილს, ძირითადად ტევნის თითებში, ხრის სახსარში, მუხლებში და ასე შემდეგ. აი, გავრცელების მიხედვით როგორია? ზოგადად თუ არის გარკვეული სტატისტიკა, ბოლო წლებში მოიმატა შემთხვევები, შემცირდა, რას უკავშირდება ეს ყველაფერი? გვაქვს თუ რა გარკვეულწილად ართროზის ციფრებში? სიმართლე გითხრათ, ბევრ დაავადებასთან მიმართებაში არ გვაქვს გავს სტატისტიკა, იმიტომ რომ ჩვენი სტატისტიკა არ არის, ქართული სტატისტიკიკა ყოველ შემთხვევაში არ მაქვს, ვერ მოვიძიე, მაგრამ სოფლიო სტატისტიკის მიხედვით ართროზი მოსახლეობის სადღაც 80%-ში ხდება, პოპულაციის 80%-ში ხდება. ყოველწლიურად მატების ტენდენცია, იგი ხდება უფრო ხშირად 50-დან 60 წელს მიღწეულ ადამიანებში, უფრო ასაკოვან ადამიანებში, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ გაახალგაზრდავდა ეს დაავადება და ახალგაზრდა ადამიანებშიც ხდება, სადღაც 30 წლიდან შეიძლება ართროზული ცვლილებები შეხვდეს პაციენტებში და ხშირია. აი ეს შორის განსხვავება მამაკაცებში უფრო ხდება თუ ქალებში თუ ქალებში უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მამაკაცებში. სამწუხაროდ ესეა. მოდი დავიწყოთ თავარი ფაქტორით, ალბათ რა იწვევს ართროზს, ანუ რა არის გამოწვევა? არსებობს თუ არა დადგენილი კონკრეტული მიზეზი, თუ ეს შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორით გამოწვეული დაავადება? რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი იწვევს, ერთი კონკრეტული ფაქტორი არ იწვევს მას. ართროზის გამომწვევი შეიძლება იყოს ჭარბი წონა, ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, შეიძლება იყოს ის დაავადებები, რომელიც ჩამოთვალეთ პოლიართრიტი, რევმატოიდული პოლიართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, ფსორიაზი, აგრეთვე ანთებითი პროცესების სახსარში, შეიძლება გამოიწვიოს ტრავმებმა, ისეთი როგორიცაა მოტეხილობა, ამოვარდნილობა, ღვრძობა, რომელიც თავიდან არ იქცევს ყურადღებას, მაგრამ პოსტტრაუმული ართროზების რიცხვი იმატებს მაშინ, როცა ანამნეზში პაციენტს აღენიშნება სადღაც 10-15 წლის წინ მიღებული ტრავმა, რომელსაც იხსენებს, თითქოს რაღაც ქონდა ტრავმა, რაღაც იმკურნალა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. მაგრამ დროთა განმავლობაში ის ნელ-ნელა ვითარდება და იწვევს პოსტტრაუმულ ართროზებს.
ბევრი დარწმუნება, ბევრი პაციენტი გეკითხებათ, აქვს თუ არა კავშირი მემკვიდრეულ ფაქტორებთან. ანუ იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მშობლებს აწუხებდათ, სახსრები აწუხებს ექიმმა, ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი მიზეზი, როდესაც ესე აღწერენ მდგომარეობას. ეს შეიძლება თუ არა იყოს მემკვიდრული და შეიძლება თუ არა თუ მშობლებში ან ორივე მშობელში აღენიშნება გარკვეულწილად იყოს ძირითადი მიზეზი, რის გამოც უფრო ახალგაზრდა ასაკში დაეწყოს პრობლემა. უფრო ახალგაზრდა ასაკში არა, მაგრამ შეიძლება ასაკთან ერთად უფრო დაეწყოს მემკვიდრეობა ახასიათებს ართროს პაციენტებს ყოველთვის ვეკითხებით თუ ახლო ნათესავებს დედას, მამას, ბებია, ბაბუას პირველი რიგის ნათესავებს ხომ არ ქონდათ ართროზი, ხო არ უჩიოდნენ ართროზულ ცვლილებებს და აღნიშნავენ, რომ ხშირი ქონდათ, მკურნალობდნენ და რა თქმა უნდა ეს მემკვიდრეობითი არის, მემკვიდრეობითი ფაქტორიც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ართროზის განვითარებაში დიდ როლს იჭერს. და ეხლა ვისაუბროთ ალბათ იმ ფაქტორზე, რომელიც ყველაზე ხშირი მიზეზი არის ართროზის, რასაც უკავშირდება ძირითად შემთხვევაში სახსრის გადაძაბვა, დატვირთვა და ასე შემდეგ, ანუ ჭარბი წონა და ფიზიკური აქტივობა. რამდენად ხშირად არის მიზეზი, როდესაც ხდება პაციენტის გამოკითხვა, ანამნეზის შედგენა, ართროზის გამომწვევი მიზეზი. ჭარბი წონის შემთხვევაში და დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს ართროზული ცვლილებები ან ფიზიკურ დატვირთვასაც ვიგულისხმოთ რა არის, შეიძლება იყოს აქ არის მუდმივი ფეხსადგომა, ხშირი სიარული, სპორტული ცხოვრება, გარკვეული დატვირთვა სახსრებზე, ანუ რა იგულისხმება ამაში? დიდი ფიზიკურ დატვირთვაში იგულისხმება მაგალითად მეშახტეებშია, ხშირად ისეთი, როცა მძიმე ფიზიკური შრომა, აი მძიმე ფიზიკური შრომა, აი ვინც მუშაობს მაგალითად ისეთ სამუშაოზე, სადაც უწევს დატვირთვა, სიმძიმეების აღება, შესაბამისად ესეთ პაციენტებში ნაადრევად იწყება ართროზული ცვლილებები. ჭარბი წონა? ჭარბი წონა დატვირთვა მიდის ქვედა კიდურზე, მენჯვარძაყის სახსარზე, მუხლის სახსარზე, კოჭწვრივზე, ტერფზე, შესაბამისად ზედმეტის წონის ტარება უწევს სახსრებს და ნაადრევად იწყება აქაც ართროზული ცვლილებები. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა მოწესრიგდეს წონის კორექტირება უნდა მოხდეს, შესაბამის ექიმების ჩარევით, სავარაუდოდ უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა შემთხვევაში არა მარტო მექანიკური გავლენა, არამედ უკვე ნივთიერებათა ცვლის დარღვევაც აღინიშნება სახსარში, არ ხდება საჭირო რაოდენობით კვების საკვები კომპონენტების მიწოდება და ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ახლა სახსარზე, როგორც საყრდენ მამონძრავებელი სისტემის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტზე, როდესაც საუბარი არის ამ მნიშვნელოვან ნაწილზე, ბუნებრივია გადატვირთვა და ჭარბი წონა, რომელიც გრძელდება მუდმივად ამ განსხვავებით დატვირთვისგან, რომელიც შეიძლება რაღაც პერიოდულობით იყოს და შემდეგ შესვენება იყოს. ამ შემთხვევაში, როდესაც არის ჭარბწონაზე საუბარი, ეს ზემოქმედება მუდმივია და შეიძლება უფრო ძლიერი ზემოქმედება გქონდეს, ვიდრე თუნდაც დატვირთულ ფიზიკურ აქტივობას. და აქედან გამომდინარე ალბათ მნიშვნელოვანია, რომელი სახსრები ზიანდება ყველაზე ხშირად, როდესაც საუბარია ართროზზე. ყველაზე ხშირად ზიანდება ტევნის თითების სახსრები, ფალანგის სახსრები ზიანდება მენჯვარძაყი, მუხლის სახსარი, კოჭწვრის სახსარი და იგივე ჭარბწონის შემთხვევაში, იგივე ფიზიკური დატვირთვის დროს უფრო მეტად ქვედა კიდურების დაზიანება ხდება. გონართროზი და კოქსართროზი. აი დავიწყოთ ახლა სიმპტომებზე, რომელიც არის საყურადღებო, რომ გარკვეულწილად შეიძლება პაციენტმა აღმოაჩინოს ეს სიმპტომები და ეს გახდეს მიზეზი, რის გამოც შეიძლება ექიმს მიმართოს და მდგომარეობის დროულად აღმოფხვის საშუალება მიეცეს. ანუ რა სიმპტომებია ყველაზე ხშირად ართროზის დამახასიათებელი და როგორ განვასხვაოთ სხვა სიმპტომებისგან, რის გამოც შეიძლება მოვიდეს თქვენთან და ყველაზე ხშირად რა სიმპტომები ხდება. პირველ რიგში მოსახლეობა უნდა მიაქციოს ყურადღება 4 სიმპტომი ახასიათებს ართროზს. პირველი არის ტკივილი. ტკივილის აღმოცენების შემდეგ უნდა მოხდეს დიფერენცირება. თუ რა სახის ტკივილია ეს? როდესაც ტკივილი იწყება მოძრაობის დროს, ეს არის ართროსთან დაკავშირებული, კონკრეტულ სახსართან დაკავშირებული. მაგალითად, ავიღოთ მუხლის სახსარი, პაციენტი გეუბნება, მოსვენების მდგომარეობაში არაფერი არ მაწუხებს,
ავდგები თუ არა, უგრძნობს ისლაბეს, მაქვს ტკივილი და მიჭირს გადაადგილება. მოძრაობის დროს ერთ-ერთი პირველი ნიშანი არის ტკივილი. მეორე ნიშანი არის სახსრებში ხმაური. ანუ ეს უფრო ცოტა შორს წასული შემთხვევა, მაგრამ სახსრებში ხმაური. აი ჭრიალის შეგრძნება არის სახსარში, თითქოს რაღაცა რომელიც შორიდან შეიძლება გესმოდეს და შორს წასულ შემთხვევებში მესამე მეოთხე ხარისხის ართროზის დროს სახსრის მოძრაობა დისტანციურადაც გესმის უკვე გასინჯვის დროს და ხელის დადებაც არ ჭირდება, ანუ პალპაციით არ არის საჭირო რაღაც შეიძლება. ეს ხმაური დაწმუნება ბევრს აინტერესებს. ეს ხმაური არის ყოველი მოძრაობის დროს თუ ეს ხმაური შეიძლება პერიოდული იყოს? ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხმაური არის შორსწასული ართროზის შემთხვევაში, ეს ხმაური არის ყოველთვის, რადგანაც ირღვევა სახსრის კონფიგურაცია, სასახსრე ხრტილი განლეულია, სახსარი დეფორმირებულია, სასახსრე ნაპრალი გამქრალია, შესაბამისად ვერ ხდება სახსრის შემქმნელი ძვლების ჰარმონიული მოძრაობა ვერ ხდება. შესაბამისად, ეს იწვევს არასწორ მოძრაობას და გამოსცემს ხმას. ძვლებზე ჩდება წანაზარდები, რომელსაც ოსტეოფიტები ქვია ვიცით და ეს ძვლოვანი წანაზარდები იწვევს არანორმალურ მოძრაობას სახსარში, რაც იწვევს ტკივილს, სახსრების ჭრიალს, სახსარში შებოჭილობა, მესამე ნიშანი, რომელიც აღენიშნება პაციენტებს, ანუ რა იგულისხმება? შებოჭილობაში იგულისხმება, რომ სახსრის ირგვლივ რბილი ქსოვილები იცვლება, კუნთები, იოგები, შესაბამისად ისეთი ელასტიური ვეღარ არის, როგორიც უნდა იყოს და პაციენტი გეუბნება, რომ აი როცა ვდგები, მიჭირს გადაადგილება, არ მიშვებს სახსარი, თითქოს რაღაცა მიჭერს, შეუძლია გაჩვენოს, რომ ჯამთელ ფეხთან შედარებით, ჯამთელ კიდურთან შედარებით, რომ ის ტკივნეული არის ცოტა ატროფიული და განსხვავებული უკვე შორსწასულ შემთხვევაში და თვითონ გეუბნება პაციენტი ყველაფერს. შესაბამისად, ეს შებოჭილობაც ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. და მეოთხე ნიშანი ეს არის შრომის უნარიანობის დაქვეითება, ანუ პაციენტი ვერ გადაადგილდება. ერიდება ფიზიკურ აქტივობას, რა თქმა უნდა და მის შემთხვევაში უბრალოდ სიარულსაც კი და შრომის უნარიანობა ქვეითება, ცხოვრების ხარისხი ქვეითდება, ესეც შორსწასული ართროზის დროს. შეიძლება, ასაგებია, რომ შრომის უნარიანობა მცირდება. თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, განსაკუთრებით ხდება ამ სიმპტომების უგულებელყოფა. სადამდე შეიძლება გართულდეს ართროზი? ყურადღებას თუ არ მივაქცევთ, შეიძლება ართროზი მივიდეს ანკილოზამდე, ანუ სახსრის ჩაკეტვამდე, ანუ ადამიანი ვეღარ გადაადგილდეს და ადრე იყო პერიოდი, როცა ტრავმატოლოგია, ორთოპედია არ იყო იმ დონეზე, როგორც დღეს არის, ვერ ხდებოდა სახსრების შეცვლა, ანუ იმპლანტაცია ვერ ხდებოდა და შესაბამისად ადამიანები გადაადგილდებოდნენ დამხმარე საშუალებებით, ეტლით ან იჯდა. მე მომისმენია ბევრი პაციენტისგან, რომ აი ჩემი მშობელი იჯდა სკამზე და ესე ცხოვრობდა, ესე გადაადგილდებოდა. შესაბამისად, სახსრების შეცვლა ინვალიდობა, რომელიც გარდაუვალი იყო, მაგრამ დღევანდელ პერიოდში არის იმის შესაძლებლობა, რომ ამისგან თავი ავირიდოთ, ესე შორსწასული შემთხვევები იშვიათად ხდება, იმიტომ რომ აქვს მოსახლეობას ინფორმაცია, რომ ხშირად კეთდება ეს ოპერაციები, სახსრის ენდოპროტეზირებები, მუხლის, მენჯვარზაყის, ნეფალანგის პროტეზირებები, რომელიც ცხოვრების ხარისხს ამაღლებს და ტკივილის გარეშე ცხოვრობს ხალხი. დიაგნოსტიკა როგორ ხდება? აი, არსებობს თუ არა ამ შემთხვევაში ოქროს სტანდარტები, როგორც ბევრი სხვა დაავადების აღმოჩენისთვის, თუ არის კომპლექსური მიდგომა საჭირო იმისთვის, რომ მდგომარეობა შეფასდეს და დადგინდეს ართროზის დიაგნოზი? ართროზის დიაგნოზი ანამნეზის შეკრების დროს უკვე ექიმს აქვს, უკვე იცის დისტანციურად იცის ყველაფერი, რა ხარისხის ართროზთან გვაქვს საქმე,
როგორ მიმდინარე ართროსთან გვაქვს საქმე, მაგრამ არის ინსტრუმენტული კვლევები, რომელიც ართროზის ხარისხის შეფასებისთვის აუცილებლად გვჭირდება. ეს არის რენტგენოლოგიური კვლევა, რითაც ვიწყებთ ართროზის შეფასებას. რენტგენოლოგიურად ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროს ართროზის ხარისხი და ამის მიხედვით შევარჩიოთ კურნალობის ტაქტიკა და შემდგომში კურნალობის მიმდინარეობა. შემდეგი კვლევა შეიძლება დაგჭირდეს სახსრის ეხოსკოპია, ანთებითი პროცესის დასადგენად, სახსარში სითხის რაოდენობის განსაზღვრისთვის, მაგნიტურ რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც გვეხმარება ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და მკურნალობის ტაქტიკისთვის, განსაზღვრისთვის. აი, როდის უნდა მიმართოს? აი, ახლა გასაგებია, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ნიშნები ახასიათებს ართროს. ძალიან ბევრი ალბათ აღმოაჩენს ამ ნიშნებს და სამწუხაროდ დაავადება სულ უფრო გაზრდავდა და ეს ნიშნები სულ უფრო ხშირად ხდება ისეთ პაციენტებში, რომლებიც გარკვეულწილად ადრე არ უჩიოდნენ ამ მდგომარეობას, ამას დამიდასტურებთ ბოლო წლების განმავლობაში საოფისე ცხოვრება, ნაკლები მოძრაობა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს. მაგრამ აი სად არის ზღვარი, როცა უნდა მივიდეს პაციენტი ექიმთან და არ დაახდეს საჭირო რთული ქირურგიული ჩარევა და ასე შემდეგ. ანუ რა სიმპტომების დროს აუცილებლად უნდა მივიდეს? ტკივილი არის სიგნალი, როდესაც უნდა მივიდეს პაციენტი ექიმთან. ანუ ხმაურამდე არ უნდა მივიდეს. ხმაურამდე არ უნდა მივიდეს. არის ხმაურის ორი ტიპი არსებობს, წეგან ვერ აღვნიშნე, ვერ დავაკონკრეტ. ხმაური შეიძლება იყოს სახსარში, მაგრამ არ ახდეს ტკივილი. ესეთი ხმაურიც არსებობს სახსრებში. აი პაციენტი მოდის და გეუბნება, სახსრებში მაქვს ტკაცუნი. თუ ტკივილი არ ახლავს ამ ხმაურს, ის ართროზული ხმაური არ არის. ანუ ართროსთან დაკავშირებული არ არის. ეს სულ სხვა რაღაცაა და ამას ის ელასტიურობასთან არის დაკავშირებული და არაფერი საგანგაშო აქ არ არის. ხმაურს, რომელსაც ტკივილი ახლავს, სახსრის მოძრაობის დროს ის არის ართროსთან დაკავშირებული. პირველი არის ტკივილი. აი ტკივილი იწყება პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს, მაგალითად, ქვედა კიდურებში ართროზის დროს, ტკივილი იწყება დილით, გაღვიძების შემდეგ, პირველი ნაბიჯების გადადგმა არის ტკივილთან დაკავშირებული. რამდენიმე წუთში, სადღაც 15-20 წუთში ეს ტკივილი გადადის, თვითონ პაციენტი გეუბნება, აი ექიმო, თითქოს გავხურდი, რაღაცა გამიარა და გამოვიარე, კარგად გავხდი და აი ესე მაქვს რამდენიმე თვეა. ანუ ეს თვეები გრძელდება როგორც წესი. სამწუხაროდ, ამიტომ თვეებს ნუ გავწელავთ, დროზე მიმართოთ ექიმ ორთოპედ ტრავმატოლოგს და შესაბამის კურნალობა დავიწყოთ დროულად. კურნალობა ახსენეთ, ანუ როგორია დღეს კურნალობის მეთოდები, ანუ როგორია მიდგომა კურნალობაში, როგორ ხდება ამ მდგომარეობის აღმოფხვრა. რა ეტაპზე რა მკურნალობა არის საჭირო იმისათვის, რომ გასაგებია ვიცი ტექნოლოგია განვითარდა, დღეს შესაძლებელია პრაქტიკულად სრულად სახსარი ჩანაცვლდეს, მაგრამ იმისათვის რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდეთ, შეიძლება თუ რაღაც ეტაპობრივად სხვადასხვა ტიპის კურნალობით გავუვასწოროთ მდგომარეობა. რა თქმა უნდა, სახსრის ჩანაცვლება ეს არ არის რაღაც მარტივი საქმე და მარტივი ოპერაცია, აქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე, დროული დიაგნოსტირება, დროულად კონსულტაცია ორთოპედ ტრავმატოლოგთან და დროულად დაწყებული მკურნალობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ შევაჩეროთ ართროზი იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც მოხდება დიაგნოსტირება გარკვეული პერიოდით. სრულად აღმოფხვრა, გამკურნება სამწუხაროდ ვერ ხდება ამ დაავადების და ამისგან სამწუხაროდ ჯერჯერობით მედიცინა უძლურია, მაგრამ არსებობს კურნალობის ორი მეთოდი. კონსერვატიული, ანუ მედიკამენტებით, ფიზიოთერაპიით და ოპერაციული მკურნალობა. დავიწყოთ კონსერვატიული მკურნალობით. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, არასტეროიდებს, სტეროიდულ საშუალებებს, ხონდროპროტექტორებს, სახსარში და ინექციებს, როგორიც არის ჰიალურონის მჟავა, აგრეთვე საკუთარი სისხლისგან დამზადებული პლაზმით გაჯერებული PRP, რომელიც კარგ შედეგებს იძლევა. ცნობილია კოსმეტოლოგიაში აქტიურად იყენებენ და ძალიან მიმართულებაში. და ფიზიოთერაპია. საკმაოდ აქტიურადაა ფიზიოთერაპევტები ჩართული ამ კურნალობის ეტაპებზე, ანუ კომპლექსურად ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა პლუს ფიზიოთერაპია. რაც იძლევა ძალიან კარგ შედეგებს. და ამ შემთხვევაში თუ ეს მეთოდები არ არის საკმარისი, უკვე ხდება. რა თქმა უნდა, შორს წასულ შემთხვევაში უკვე მესამე-მეოთხე ხარისხის ართროზის შემთხვევაში უკვე გვიწევს ფიქრი ოპერაციული მკურნალობაზე.
თუ პაციენტი აღნიშნავს, რომ აქვს ტკივილი, აქვს ღამის ტკივილები, მოусვენრობა, ყველა გადაადგილება ტკივილთან ასოცირდება, უკვე დგება საკითხი სახსრის შეცვლის, ანუ ენდოპროტეზირების, რომელიც უკვე დღეს გახდა ჩვეულებრივი ოპერაცია ტრავმატოლოგია ორთოპედიაში. მე მახსოვს, სადღაც 10-15 წლის წინ ეს ოპერაცია იყო რაღაც ისეთი იშვიათი, კეთდებოდა რამდენიმე ცენტრში საქართველოში, არ კეთდებოდა ყველა ქალაქში, მაგრამ დღეს უკვე ყველგან კეთდება, ჩვენ ქალაქში თითქმის ყველა კლინიკაში კეთდება ძალიან კარგად წარმატებით და რას გულისხმობს ამ ეს პროცესი რას მოიცავს? პროცესი მოიცავს დაზიანებული სახსრის შეცვლას, დაზიანებული სახსარზე ძვლოვანი წანაზარდების მოშორებას, დაზიანებული სასახსრე ხრტილის რბილი ქსოვილების მოშორებას და ჩანაცვლებას იმპლანტით, რომელიც უკვე ტკივილს მოძრაობის ამპლიტუდას ზრდის, ტკივილი აღარ არის, პაციენტი მობილური ხდება და ბედნიერი. მაინტერესა ამ შემთხვევაში რამდენად შესაძლებელია სახსრის ფუნქციონალური მდგომარეობის სრულად აღდგენა, ანუ შეუძლია თუ არა პაციენტს გააგრძელოს აქტიური ფიზიკური ცხოვრება, სირბილი, სიარული, ვარჯიში და ასე შემდეგ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, შესაძლებელია დღეს. ანუ უფრო გამომდგარია ეს სახსარი ვიდრე ბუნებრივი თუ როგორ შეიძლება? არა, ჩვენი სახსარი ყოველთვის საკუთარი ყოველთვის ჯობია, ყველაზე ძვირიან პროტეზს, ამას განხილვაც არ ჭირდება, მაგრამ როცა გვაქვს გამოუვალი სიტუაცია და ის შესაძლებელია და დაზიანებულია და იწვევს ტკივილს, ანუ ტკივილია მთავარი მიზეზი სახსრის შეცვლის, ამ შემთხვევაში უკვე არის სხვადასხვა სახის პროტეზები და შესაბამისად ხდება შერჩევა ინდივიდუალურად. და განსხვავება მათ შორის ამ ადამიანებს, ვისაც უდგას ეს მოცემულობა, რომ უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი არის მეოთხე ხარისხის, შეზღუდული აქვს გადაადგილება, პრაქტიკულად მიჯაჭვულია რაღაც უმოძრაო ცხოვრების წესს, ამ შემთხვევაში რა განსხვავება არის მათ შორის, ანუ ხარისხები არის სხვადასხვა ხარისხის წარმოებელი ქვეყნები და სხვადასხვა ტიპის ენდოპროტეზები. მაგალითად, მენჯბარზაყის სახსრისთვის არის ორმაგი მობილობის პროტეზი, რომელიც ძალიან აქტიურად კეთდება, იძლევა რაღაც ისეთი მოძრაობების გაკეთებას, რაც დაუშვათ არ შეიძლება გააკეთოს სხვა ტიპის პროტეზის დროს. უფრო ასაკოვან პაციენტებში ვსვამთ ამას, იმიტომ რომ ამოვარდნილობის ნაკლები რისკია და გვიცავს შემდგომი გართულებებისგან. სხვა დანარჩენი ისეთი განსაკუთრებული გარდა ამისა არაფერი არ აქვს. ანუ ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვა თუ არა ახსენეთ, მაგრამ ანუ თუ დროულად მოხდება მიმართვა, შეიძლება თუ არა პაციენტი დაუბრუნდეს იგივე მდგომარეობას და სრულად განიკურნოს და აღიდგინოს ის ცხოვრების რიტმი, რომელიც მას მანამდე ჰქონდა. ჩვენ შეგვიძლია დროულად მომართვის შემთხვევაში შევაჩეროთ ეს პროცესი, ტკივილის სინდრომი აღარ ქონდეს პაციენტს, ტკივილის გარეშე იცხოვროს, მაგრამ იქ ართროზული ცვლილებები, ის დუნე პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ხრტილის ცვლილებებით, ირგვლივ მდებარე ქსოვილების ცვლილებებით, სახსრის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ცვლილებებით, ეს პროცესი ნელ-ნელა ვითარდება, მაინც განვითარდება, მაგრამ შეგვიძლია გადავავადოთ იგივე ენდოპროტეზირება, გადავავადოთ იგივე ინვალიდობა, გადავავადოთ იგივე ის პრობლემები, რაც ახლო ხანში უნდა დამდგარიყო. მედიკამენტოზური და კონსერვატიული მკურნალობა აჩერებს პროცესს გარკვეული პერიოდი და პაციენტი გრძნობს თავს ბედნიერად, ტკივილის გარეშე ცხოვრობს. თუმცა მაინც უნდა აღვნიშნო ოპტიმისტური სიახლე ამ მიმართულებით, რომ რეალურად უკვე მიმდინარეობს მუშაობა ისეთ საშუალებაზე, რომელიც ერთჯერადი ინიექციის შემთხვევაში იძლევა ხრტილის და ზოგადად ირგვლივ მდებარე ქსოვილების სრულად აღდგენის საშუალებას, თუმცა ეს ამ ეტაპზე ხელმიუწვდომელია და ამ მიმართულებითაც ბევრი სიახლე არის იმისაც, რომ პრაქტიკულად სრულად აღმოიფხრას და დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობა სახსარი. მანამდე კი იძულებული ვართ, რომ გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები და გარკვეულწილად ვაკონტროლოთ მდგომარეობა. და როგორ შეიძლება ვაკონტროლოთ მდგომარეობა, რომ არ მოხდეს დაავადების პროგრესირება ყოველდღიური ჩვევებით. ანუ რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ თუ შევაფასებთ მდგომარეობას, გარკვეულწილად შევცვალოთ ყოველდღიურობა ისე, რომ არ გავიურასოთ სახსრის მდგომარეობა. ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი, სეირნობა, ზომიერად გადაადგილება სიარული, სადღაც დღის განმავლობაში, სადღაც 2-3 კილომეტრის გავლა, ანუ ჯდომარე სამსახური ვისაც აქვს, ურჩევდი რომ სამსახურის შემდეგ თუ დროს ნახავს, გაისეირნოს, სახსრების აქტივობა გაზარდოს
და ამით სახსრებში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება, კუნთების, იოგების ელასტიურობა უფრო მაღალი იქნება, შესაბამისად ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ სახსრებში მოძრაობა იქნება სრული ამპლიტუდით. ჯანსაღი ცხოვრების წესში გულისხმობ მავნეჩვეებზე უარის თქმას, რა თქმა უნდა, ალკოჰოლი, სიგარეტი, რომელიც თამბაქო, რომელიც ცუდად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და შესაბამისად ცუდი სისხლის მიმოქცევა ნიშნავს სახსრებში ნივთიერებათა ცვლის მოშლას, რაც შემდგომში ართროზის ერთ-ერთი მიზეზია და შესაბამისად ტრავმებისგან თავის არიდება, ანუ პატარ-პატარა ტრავმები, რომელიც ცხოვრებაში ჩვენ გვხდება, შესაბამისად იწვევს ართროზის განვითარებას. ცოტა განვავრცოთ ფიზიკური აქტივობის როლი. ართროზის მკურნალობაში, მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციაში და ზოგადად პრევენციაში. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ფიზიკურ აქტივობას და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვაზე და ფიზიკური აქტივობის აღდგენაზე. აი როგორია დოზა, ანუ ამ შემთხვევაში რა აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ, როდესაც არის დიაგნოსტირებული ერთ მდგომარეობა. შეიძლება თუ არა სირბილი, ცურვა და ისეთი ფიზიკური აქტივობა ვარჯიში, სპორტულ დარბაზში, ისეთი აქტივობა, რომელიც გარკვეულწილად გავლენას ახდენს. ეს უწყობს მდგომარეობას ხელს, პროგრესირებას დაავადების თუ შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პრევენციის მეთოდი, რადგან საუბარია მოძრაობაზე. აი სად არის ზღვარი, ოქროს ზღვარი, რასაც უნიშნავთ ხოლმე პაციენტებს. ზღვარი ინდივიდუალურია, ამის დადგენა არ არსებობს ზღვარი, რომ აი ურჩიო ყველასთვის ერთი ზღვარი იყოს და ალბათ დიაგნოსტიკური მეთოდი ამ შემთხვევაში და სხვა ხარისხს ვაფასებთ. დიახ, დიაგნოსტირების შემდეგ ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პაციენტისთვის დატვირთვის დოზირება. მაგალითად, ის პაციენტები, რომლებიც დარბაზში დადიან და ძიმე წონებზე ვარჯიშობენ, ყოველთვის ჩემი რეკომენდაციაა, რომ წონები შეამცირონ და აუცილებლად უნდა იარონ დარბაზში, მაგრამ ძიმე წონებზე ყოველთვის იწვევს ზედმეტ ტრავმას, ხტილის გაცვეთას და ართროზის ერთ-ერთი მაპროვოცირებელია. იგივე სეირნობა დღის განმავლობაში ყოფილა ჩემს პრაქტიკაში, რომ ძალიან ხანდაზმულ ადამიანებს უთქვიათ, რომ აი ჩვენთან ბულვარში ძალიან კარგი პირობები გვაქვს სეირნობისთვის და სადღაც 15-16 კილომეტრს გადის დღეში ხანდაზმული ადამიანი და ეს ძალიან დიდი დატვირთვაა სახსრისთვის, ესეთი დატვირთვა რა თქმა უნდა იწვევს პროვოცირებას, ტკივილს და ურჩევ ყოველთვის, რომ სადღაც 2-3 კილომეტრი, სადღაც 3-4000 ნაბიჯი გააკეთოს დღეში, რომელიც ნორმალურია, ნელი სიარული, რაც იწვევს. ეს გარკვეული ასაკის შემდეგ. გარკვეული ასაკის შემდეგ. ასე გარკვეული ასაკამდე რაღაც ის თითქოს გავრცელებული შეხედულა 10000 ნაბიჯის პირმანი და ასე შემდეგ. ეს ნორმალურია, 10000 ნაბიჯი ნორმალურია. მაგრამ იმასაც აღნიშნავთ, რომ ბოლო კვლევები, რანდომიზებული კვლევები იმას დადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში საჭიროც კი არ არის 10000-მდე ნაბიჯი, დაახლოებით 5-დან 7-7000-მდე ნაბიჯი, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმს გარკვეულწილად ის მდგომარეობა აღუდგინოთ, რაც სჭირდება მას რეალურად ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ არა თუ 7-ს არ მეხსოვს შემთხვევაში თუ არ არის აქტიური ცხოვრების წესი 2000 ნაბიჯის გავლას კი არ გვიწევთ. ამიტომ მნიშვნელოვანი ამის გათვალისწინება. და მაინც ბოლო რჩევა მაყურებელს. როდის უნდა მიმართოთ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიმართვის უძლება არ დადგეს. ექიპს უნდა მიმართოთ, ორთოპედ ტრავმატოლოგს უნდა მიმართოთ მაშინ, როცა აღმოცენდება ტკივილი. გრძნობ ტკივილს. პირველი სიგნალი არის ტკივილი, რომელიც ჩვენ ორგანიზმს იცავს უფრო დიდი დაზიანებებისგან, ვიდრე შეიძლება ეს მოხდეს. და მოძრაობის დროს ტკივილის აღნიშნა. მოძრაობის დროს ტკივილი, მოძრაობის დროს აღმოცენებული ტკივილი ნიშნავს, რომ სახსარში გვაქვს პრობლემა. თუ რა პრობლემაა, თუ როგორ უნდა უმკურნალოთ, თუ რა გამოსავალი იქნება, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტი. ეს უკვე პაციენტის გადასაწყვეტი არის, მე შემდგომ გათვალისწინება ამ ყველაფრის. დიდი მადლობა მამუკა საინტერესო რეკომენდაციებისთვის. დარწმუნებულია ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ასაკობრივი ჯგუფი უკვე არ რაღაც ხანდაზმულების, არამედ ძალიან ბევრი ახალგაზრდაც უკვე დგას ამოცნობის წინაშე. დიდი მადლობა თქვენ. დაგეშვიდობებით, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ იმპულსის კითხვებს ორთოპედ ტრავმატოლოგი მამუკა შარაშიძე პასუხობდა. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახვდა. მომავალ შეხვედრამდე.